ჟოზეფინას ძველი ჩემოდანი დიდხანს იდოთ აროზე. არადა თავის დროზე ერთად სად არ დადიოდნენ. მერე ჟოზეფინა დაბერდა, ჩემოდანი კი დაძველდა. პატრონის სიკვდილის შემდეგ ის ძველი ნივთების შესანახ ყუთად გადაიქცა. ასე შევხედოთ ახლა ჯერ. ისე მიყვარს ასეთი ჩემოდნები, პატარა და ისიც საყვარელი. დღეს მისი ახალი სიცოცხლე იწყება. ლელა ცუცკირიძე მას სულ სხვანაირ ჩემოდნად გადააქცევს. ძველი ჩემოდნების გაახლება დეკუპაჟის ტექნიკით ლელას ერთ-ერთი ახალი ჰობია. ეხლა ჩვენ გვაქვს ქსოვილები და გვაქვს ძირითადი ფონი, რომ გავაკეთოთ ხელსახოცების და ქსოვილების და შევაჯეროთ ფერები, რომელი იქნება ძალიან საყვარელი ქსოვილია. ეხლა რაც გვჭირდება, დავიწყოთ გაკეთება, ეს იქნება ეს PVA წებო. პროფესიით ფილოლოგმა დაახლოებით 2 წელია რაც ხატვა დაიწყო. თუმცა ხელსაქმე და ჩხირკედელაობა სულ უყვარდა და ეხერხებოდა. გავასწოროთ მე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორად ავირჩიე ჩემი პროფესია. ყოველთვის მაინტერესებდა ეს რაღაც ხელნაკეთები, ვკერავდი ძალიან დიდხანს, ასე ვთქვათ და ისე ვკერავდი, რომ ვაბარებდი კიდევაც, ოღონდ მარკებს ვარტყავდი, იმიტომ რომ მაშინ არ იბარებდნენ, ისე უნდა ყოფილიყო ან იტალიური made in Italia, ან made in Turkey, ესე და პრესტიჟულ მაღაზიებში მთხოვდნენ მარკებს. ხო და ნუ კი იყო made in Lela, მაგრამ ნუ მაინც ესე მიდიოდა და კარგად იყიდებოდა. ჩუბია იყოს პაწაწონები. ანუ ის რო გააწყო, სულაც არ არის რაღაცა ისეთი დიდი ქსოვილი საჭირო, პატარების და ისეთი ელემენტარულადაც რო იყოს, ისიც საკმარისია. რას არ იპოვით ლელასთან სახლში? ქსოვილების ნაკუწებს, ძველღია ბარათებს, ღილებს, სხვიდან წამოღებულ კენჭებს თუ გამომშრალ ნაფოტებს. ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთს, რომლისგანაც ლელა ხან ბალიშებს კერავს, ხან თოჯინებს აკეთებს, ხან საახალწლო სათამაშოებს, ხან სხვა დეკორატიულ ნივთებს სახლისთვის და ხანაც ჩემოდნებს აფორმებს. უფრო მიყვარს არაფრისგან, ანუ ძველი ნივთების გაახლება და არა ვთქვათ ახალი ნივთის შეძენა. ბევრად უფრო მომწონს, როცა რაღაცა ძველს ვაახლებ. ისეთ განტვირთვა ხდება ამით, როცა რაღაცას გააკეთებ, გამოგდის, რაღაცა ლამაზია ვთქვათ, შეიძლება არც გამოგივიდეს ისეთი, როგორიც გინდოდა, მაგრამ რაღაცა სიცოცხლეს ანიჭებ, რაღაცას დებ ამაში. სანამ ჩემოდანი შრება, ლელა თავისი ჩაიდნების კოლექციას გვათვალიერებინებს. თან თითქმის ყველას თავისი თავგადასავალი აქვს. ნივთებს ამბები სჭირდება, ამბობს ლელა. ხო, საერთოდ მიყვარს უფრო თავისი ისტორიებით რომ არის ნივთი. ეს ორი ჩაიდანი ვიცი რომ ორ გაუთხოვარ დას ქონდა და სრულიად ეს შეიძლება წარმოიდგინო დაუშვათ როცა ამ ჩაიდნებიდან ჩაის ისხავდნენ და იქ რა დიალოგები მიდიოდა, ალბათ ერთმანეთს ეკამათებოდნენ კიდევაც. ასე ვაგროვებ გაჯვენ კიდე პროცეულებს, რომელიც მე იქცევა აი თუ რო ამბობდნენ, ხო, საჩხარუნებლად. დროთა განმავლობაში თურმე მართლა სათამაშოდ იქცევა, როგორ ჩვეულებრივი. ხო, ეს ღვიდან. შეიძლება ეს ხელიდან გაუშვა ეს მასალა. ზღვაზე მეც არაფერს არ ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს და მე მყიფეა, რაღაც გამომშრალია ესეთი და თავისი დადებითი თავი ზღვა შემოაქვს. ეს რაღაცა ისეთი გამოვიდა, ცოტა მეტი ჩარა გამოგვივიდა, რაღაცა ისეთი, უფრო 50-იანი წლების გოგო, ესე ვფიქრობ, რაღაც წითელ ბერეტიანი და ის და წარმოიდგინე ხა ამას როგორ ისექნება. ესეთია. აი ასე გადააქცია ლელამ ჟოზეფინას ძველი ყავისფერი მივიწყებული ჩემოდანი ახლად. დღეიდან მისი ახალი ისტორია იწყება. უკვე 21 საუკუნეში.